როგორ გასწორდება დონალდ ტრამპის საგარეო ვექტორი სამხრეთ კავკასიაში. საქართველოს ამერიკას კვლავ ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას თავაზობს. ასეთია ქართული პასუხი ამერიკულ აქტზე, რომელსაც საზოგადოება მეგობარი აქტის სახელით იცნობს. 11 გვერდიანი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით მიიღო, შინაარსი კი კონგრესში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. მეგობარი აქტის კანონად ქცევას ორივე პალატის მხარდაჭერა და პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. ჯერ ახლა სენატზეა, თუ აქტს ზედა პალატაც დაამტკიცებს, დოკუმენტის შემდეგ თეთრ სახლში გადაიგზავნება. საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია გამოწვევებს გაუმკლავდება და თბილისი და ვაშინგტონი კვლავ წარმატებით ითანამშრომლობენ. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ამერიკის კონგრესს პასუხს უგზავნის. მეგობარი აქტის პირისპირ 11 გვერდიანი განცხადებაა. დოკუმენტს მხარდაჭერას პარლამენტის სრული უმრავლესობა უდასტურებს. 11 გვერდი კი იმ კონტრარგუმენტებს აერთიანებს, რომელიც მეგობარ აქტში სრულ ბრალდებებად ფასდება. განცხადებას კოლეგებს პირველი კანონმდებელი აცნობს. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსთან მიმართებით უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციით გაჯერებული აქტი საქართველოს დასჯის მცდელობაა. შალვა პაპუაშვილი მიზეზად ხელისუფლების მტკიცე პოზიციას და მშვიდობის არჩევას ასახელებს. კონგრესი იმის ნაცვლად, რომ დიპ სტეიტისგან დამოუკიდებლად მოქმედებდეს და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას თხოვდეს, პირიქით მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს. ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს. დიპ სტეიტმა საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა დიპ სტეიტის წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დიპ სტეიტს წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებასა და სახელს. პროგრესი, რომელსაც რეიტინგები ადასტურებს და გზა, რომელიც ქვეყანამ 2012 წლიდან გაიარა. საკანონმდებლო ორგანომ ფაქტებით იმ სამ ძირითად მიმართულებას უპასუხა, რომელსაც მეგობარი აქტი ეფუძნება. წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებულ აქტში საუბარია დემოკრატიის უკუსვაზე, ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვასა და არასათანადო ურთიერთობების დამყარების საკითხზე. ყველგან საქართველოს აქვს პროგრესი დემოკრატიის თვალსაზრისით და თუ ისინი დემოკრატიის უკუსვაში გულისხმობენ, რომ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, მაშინ თვითონ საერთოდ არ ქონიათ დემოკრატია, იმიტომ რომ ასეთი კანონი და ბევრად უფრო მკაცრი კანონი 90 წელია იქ მოქმედებს. გვაქვს პროგრესი, როგორც მედია თავისუფლების მიმართულებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახსნას ტელევიზია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ონლაინ საინფორმაციო სააგენტო ბევრ დასავლურ ქვეყანაში ეს ასე არ არის. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის და ბიზნესის სიმარტივის კეთების თვალსაზრისით საქართველოს მსოფლიოში არის მოწინავე ათეულში. ეხლა როგორ შეიძლება რომ ქვეყანაში ერთის მხრივ ბიზნესის კეთება იყოს ასეთი თავისუფალი და მეორეს მხრივ ქვეყანაში არ იყოს დემოკრატია? ეს ერთმანეთთან არ მოდის, არ ჯდება. საქართველოს პირველ ადგილზეა სოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს ხო თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი არის მაღალი. თვითონ ევროკავშირს აქვს ნათქვამი, რომ საქართველოს რეფორმები პენიტენციურ სისტემაში შეიძლება შთაგონების წყაროდ იქცეს ჩვენი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც კი. ხელისუფლება, რომელმაც 2017 წელს კონსტიტუციურ ამოცანად ევროატლანტიკური ინტეგრაცია განსაზღვრა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ამ მიმართულებითაც. ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, მმართველი გუნდი იმ გზაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ გაიარა. აქცენტი კეთდება იმ ხელოვნურ ბარიერებზე, რომელიც ქართული ოცნების განცხადებით ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში სწორედ პარტნიორების მხრიდან ექმნება.
ყველა ის სიკეთე, რომელიც ჩვენ ევროკავშირისგან გვაქვს მიღებული, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მოვიდა. 2022 წელს სწორედ ჩვენ ვიყავით ის ხელისუფლება, რომელმაც განაცხადი შეიტანა წევრობაზე, სწორედ ჩვენ ვიყავით ის ხელისუფლება, რომელმაც შეავსო ის კითხვარი 4000 გვერდიანი კითხვარი ყველასგან დამოუკიდებლად და გავაგზავნეთ ეს ბრიუსელში და ჩვენ ვიყავით ასევე ხელისუფლება, რომელმაც კანდიდატის სტატუსი მიიღო. და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც უნდა რომ მოლაპარაკებები გაგვიხსნან, ოღონდ არა ისე, რომ მათ ეს პროცესი გამოიყენონ ბოროტად ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩასარევად და ქვეყანაში არჩევნებზე ზემოქმედების მოსახდენად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს სრული სამხედრო თავსებადობა ნატოსთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან დიდი წვლილი გაიღო ნატოს მიერ ჩატარებულ მისიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით მეხუთე ადგილზე, სოფლიოში მეხუთე ადგილზე, ავღანეთში ჩვენი კონტინგენტის რაოდენობით. ყველაფერ ამის მიუხედავად საქართველოს ბოლო 17 წელიწადია ელოდება ბუქარესტის ჩანაწერის აღსრულებას და საქართველოს არ არის ის მხარე, რომელიც რაიმენაირად ბლოკავს ამ ჩანაწერის აღსრულებას. 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას იმ დროს პარლამენტში მყოფი ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონია. დღეს კი პარლამენტს მიღმა მყოფები მხარდაჭერას მეგობარ აქტს უდასტურებენ და დოკუმენტის დამტკიცებისთვის მუშაობენ. ოპოზიციის ნაწილი ამ მიზნით სენატში შეხვედრებს მართავს. თბილისში დარჩენილები კი ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის პასუხი მეგობარ აქტზე არასერიოზულია. ქართული ოცნების ეს არგუმენტაცია ჩემთვის საერთოდ არ არის, არის თავის მართლების ცდელობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ის განხილვის საგანი შეიძლება გახდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ გახდება პირიქით, ამით ისინი ჩვენ შეგვიწყობენ ხელს, ქართულ ხალხს შეუწყობენ ხელს, რომ მეგობარი აქტი უფრო სწრაფად მიიღოს სენატმა და უფრო სწრაფად მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა. ნაციონალური მოძრაობის პოზიციას იზიარებენ გახარიას პარტიაში, თუმცა არც იმას მალავენ, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოს და ქართულ ხალხს აზიანებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს აქტი საბოლოო წერტილამდეც მივა და კონკრეტულად აქტის მიღების შემდეგ განხორციელდება კონკრეტული ნაბიჯები. ყველაფერი ის, რაც ხდება, სანქციები და არა მარტო სანქციები, ანუ ის განხილვები, რაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ამით გზიანდება ჩვენი ქვეყანა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია თქვათ ისიც, რომ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა არის ეს ყველაფერი. ოპოზიციას საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ცდილობენ ქვეყანას ხელოვნური პრობლემები შეუქმნან. პირდაპირ ღიად საუბრობენ მოურიდებლად, რომ მათ თავარ ინტერესს წარმოადგენს ის, რომ მოახდინონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია და ასე შემდეგ. ხომ რაზეც ისინი საუბრობენ, ეს ყველაფერი არის არაქართული და ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, მტრული ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მათ ასე ვთქვათ, დაიკმაყოფილონ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესები, შეუქმნან საქართველოს ხელოვნური პრობლემა, ამითი გამოიწვიონ ჩვენ მოსახლეობაში რაღაცა ღელვა, ასე შემდეგ. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი მიდგომა არის და სწორედ მაგიტომ მარცხდებიან ესე დიდი ანგარიშით ყველა არჩევნებში. სახელისუფლებო პარტიაში მეგობარი აქტის მიღმა Deep State-ის გავლენას ხედავენ. მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიხედება და სუფთა ფურცლიდან დაიწყება. ვიტოვებთ იმედს, რომ სწორედ ბატონი ტრამპის, ასე ვთქვათ, გამარჯვებით დასრულდება ეს ბრძოლა, ვინაიდან ძალიან რთული ბრძოლაა და მას ძალიან სერიოზულ ძალებთან აქვს საქმე, ძალებთან, რომლებმაც ფაქტობრივად მთლიანად ხელში აიღეს ბრიუსელის ბიუროკრატია და ძალებთან, რომლებიც ძალიან დიდი ხანია უკვე ასე გამჯდარი არის ამერიკის შეერთებული შტატების, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობაში თავიანთი აგენტურის
ხელით, თავიანთი დასმული ბიუროკრატების ხელით და ასე შემდეგ, შესაბამისად სერიოზული წმენდა არის ჩასატარებელი, ეს წმენდა დაწყებული აქვთ. საქართველოს პარლამენტის განცხადებას მნიშვნელოვან აქტს უწოდებს მთავრობის მეთაური, თუმცა სანამ იქნებოდა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დოკუმენტი, იყო პრემიერ-მინისტრის ღია წერილი. ირაკლი კობახიძე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში თავიდანვე იყო დადებითი მოლოდინი, როდესაც პრეზიდენტ ტრამპი აირჩა თავის თანამდებობაზე და მოლოდინი უკავშირდებოდა იმას, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლებოდა არსებითად ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამას ჰქონდა მყარი საფუძველი და მყარი საფუძველი იყო იდეოლოგიური ღირებულებითი თანხმდრა, რაც აშკარად ჩანს საჯარო განცხადებებიდან. საუბარი მაქვს თანხმდრაზე საქართველოსსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლებებს შორის. ამ თანხმდრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობდა, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ ოპტიმისტური განწყობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, Deep State-ის შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში მე მგონია, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. მეგობარ აქტზე საქართველოს პასუხი გაცემულია. ჯერი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებზეა. იმისთვის, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებული დოკუმენტი კანონად იქცეს, სენატის მხარდაჭერა და დონალდ ტრამპის ხელმოწერაა საჭირო.